de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 259 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. კარგი ამბით დავიწყოთ. საქართველოს პარლამენტში ჩხუბი იყო. რა არის ამ ბავში კარგი ხო? რავი, არ ვიცი, მაგრამ ბოლოს როდის იყო პარლამენტში ჩხუბი. იმიტომ ჩხუბს მინიმუმ ორი მხარე ჭირდება და პარლამენტში ბოლოს როდის იყო ორი მხარე. არა. განა გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლას ვამართლებ. არა, უბრალოდ ფაქტი აღნიშნე. შეიძლება ითქვას, რომ მკვდარი პოლიტიკური ცხოვრება გაცოცხლდა. სამწუხაროა, რომ ამ ფორმით. ცუდი ისაა, რომ ეს ერთი თვე კოცებმა რაც იბრძოლეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ და რაც სიყვარული თესეს ეს ამხელა ნაშრომი ყველაფერი ჩაგვეყარა წყალში. აი გაგულდასაწყვეტ. კარგი ისაა, რომ დეპუტატებმა ლაივში მიაყენეს ერთმანეთს შეურაცხყოფა და არა Facebook-ზე. Facebook-ზე რო ეხნათ იგივე ოჰოჰო სკროლის სამმართველო მიხედავდა ყველას. მარა ლაივში გინებაზე სკროლის სამმართველოს არა აქვს მანდატი გაიგე და რა აქვს არც არაფერი. პარლამენტში მოხდარი ჩხუბი ირაკლი კობახიძემ შეაფასა. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ გავს და ქალი ქალს. ამ გენიალური განცხადების ფონზე ვიფიქრეთ იდეალური მომენტია გადავიდეთ რუბრიკაზე ივნისის ტოპ 5 განცხადება. მოდი არ გავუშვათ ეს შანსი ხელიდან. მეხუთე ადგილი ირაკლი კობახიძე ჯარიმების შემცირების შესახებ. არ გვინდა ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად. არა, რა ტვირთი ირაკლი აქვს სხვებია. რა ვაგეკადრებოთ? ხო მართლა ჯარიმების შემცირება თქვენა ხალხო არასწორად არ გაიგოთ. მანქანით მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებზეა საუბარი, თორე ტროტუარზე დგომა ისევ 5000 ლარია. მერე ციხე. ამ წუთას საქართველოში მანქანით ტროტუარზე დგომა და რამის გაპროტესტება გაცილებით იაფია. ვიდრე რომ გადმოხვიდეთ მანქანიდან და ისე რომ არ მოგეწონოთ მთავრობა. ანუ რავი, თუ ტროტუარზე მანქანით ჯობია აპროტესტო. ეგეთ კანონებია. ჩემი აზრით ქვეყანაში ჭირდება პროტესტ დრაივები. შეხვდათ დრაივზე ოპერატორს ეტყვი რომ არ მოგწონს მთავრობა გაიგე. რა დაიცლები რა ეგ მეზიზღება იყო. ჩაი. მეოთხე ადგილი ისევ ირაკლი. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე. თურმე სპორტულებს გადაიცვალს ხოლმე და ხან საოკუპაციო ხაზთან ჩადის და ხან კიდე ბაზარში დადის, რომ 10 ლარად 9 კილო საქონლის ხორცს ეძებს. მესამე ადგილზე გავიდა სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი, რომელმაც კობახიძეს უთხრა, მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრით, ვინ არიან დანარჩენი ერთეულები. ორბანი და ფიცო ვითომ? პლუს ვუჩიჩი თვითონ. კიდევ ვინ შეიძლება, არ ვიცი. მეორე ადგილი, ბაბუკა მდინარაძე. დიდი დაბრუნება. ბიძინა ივანიშვილის დონის კი არა, ელემენტარულად ერთი აგურის დამდები საკუთარი სამშობლოს დამოუკიდებლობის საქმეში შეიძლება იყოს მოწყვლადი, რადგან შეიძლება ვიღაცამ გააგოროს უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.
პირველად ბოლო 14 წელიწადში ქოცმა გამოიყენა ბიძინა და უხეში სიტყვა ერთ წინადადებაში. ისტორიული განცხადებაა. ამას გოი კიდე დააქვეითებენ. ეხა ხო არაფრის მინისტრია, შეიძლება ოფიციალურადაც ეგრე დაარქვა. არაფრის მინისტრი. ცოტა გული მწყდება რომ დინარაძე ასეთი ისტორიული განცხადების შემდეგაც ვერ გავიდა პირველ ადგილზე. რაში სამკაც მინდათარსა ეგრე რომ სულ მეორე ადგილზე. პირველი ადგილი გურამ მაჭარაშვილი. ვინმეს თუ გონია რომ სულხან საბა ორბელიანი იმიტომ ჩავიდა ევროპაში რომ იქიდან მერე კაცების ქორწინება წამოეღო საქართველოში. ძალიან ცდება. რავი, გაიგეთ თუ ვინმეს ეგრე გონია ძალიან ცდებით. თქვენ ალბათ გაინტერესებთ მეგობრებო, როგორ მივედით აქამდე, აი ამ განცხადებამდე. ხო, აბა ერთშენიერ დღეს ხო არ გაიღვიძა მაჭარაშვილმა და ეს თქვა, ხო? რაღაც ხო უძღოდა წინ. აბა როგორ? შემიძლია გითხრათ კონტექსტი, რა კონტექსტში ითქვა ეს სიტყვები, მაგრამ მაინც ვერაფერს გაიგებთ, მეტი კითხვა გაგიჩნდებათ. გინდათ მაინც კაი გეტყვით. მაჭარაშვილმა ეს თქვა ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტში. რავი, რამე გაიგეთ? დალაგდა რამე უფრო ცხადი გახდა? ხო გითხარით უფრო გაუგებარი გახდება ყველაფერი. რატო ამახსნე? რატო ამახსნე? ვა. მოკლედ ძალიან რომ არ გადავიღალოთ თავი ლოგიკის ზევნით, უბრალოდ ვიცოდეთ რომ ვინმეს თუ გონიათ რომ სულხან საბა იმიტომ ჩავიდა ევროპაში, იქიდან კაცების ქორწინება წამოეღო. ძალიან ცდებით. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც ეს ეგონა, მაგრამ თუ ვინმეს გგონიათ ძალიან ცდებით. ივნისის ტოპ 5-ის გამარჯვებულია გურამ მაჭარაშვილი. რა შეეხება ოსკარს? ოსკარი ირაკლი კობახიძე. ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ გავს და ქალი ქალს. 6 შეკითხვა მაქვს ირაკლისთან. საქართველოს ცხოვრები კაცების რამდენი პროცენტი აღარ გავს კაცს? საქართველოს ცხოვრები ქალების რამდენი პროცენტი აღარ გავს ქალს? კაცი კაცს რომ აღარ გავს და ქალი ქალს, ეს თქვენი შთაბეჭდილებაა თუ რამე კვლევას ეფუძნება? 2012 წელთან შედარებით გაზრდილია იმ კაცების რაოდენობა, რომელიც კაცს აღარ გავს? თუ შემცირებულია? 2012 წელთან, ანუ ნაცების პერიოდთან შედარებით დღეს გაზრდილია იმ ქალების რაოდენობა, რომელიც ქალს აღარ გავს? თუ შემცირებულია? ხელისუფლება რამეს გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარს, რამეს დიდი მადლობა. ჩვენი განაცემის ერთგულ მაყურებელთან თხოვნა მექნება თუ არ გეზარება თავრობის ადმინისტრაციას მიმართოთ ამ შეკითხვებით და მოითხოვოთ პასუხი რა. მე არ მიპასუხებენ და იქნებ რომელიმე თქვენგანს აუხსნან. განსაკუთრებით მაინტერესებს მე-4, მე-5 შეკითხვებზე პასუხი. ანუ მდგომარეობა უარესდება თუ უმჯობესდება 2012 წელთან შედარებით. კარგი ამბავი გვაქვს ქართული კრიმინალის მოყვარულთათვის. თუ იმე გულშემატკივრდეთ ქართულ კრიმინალს, კარგი ამბავია. ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძე დააკავეს. დაუკვირდით ამ წინადადებას სააფთიაქო ნარკომანია პლუს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, აი ერთ წინადადებაში. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობას ედავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით 2018-25 წლებში მოქმედმა მასშტაბურმა სქემამ უკანონოდ 53 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ქოცურ კრიმინალში რა მიყვარს იცით? გენიალური ფილმის სცენარის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ ხოლმე. ანუ არის ჰუკი, გმირის მიზანი, კონფლიქტი, გარდატეხა. პერსონაჟის ცვლილება, ემოციური პიკი, ეს ბოლოს ბრახ როგონია ყველაფერი მორჩა, დასრულდა ფილმი, მაგრამ გოძილას ერთი კვერცხი იჩეკება. ანუ ისე მთავრდება, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. აი ჯანდაცვის სამინისტრო რო სააფთიაქო ნარკომანიაშია ჩართული, მეტი რაღა გინდა, ხო? მაგრამ ნო, ციტირებ. საქმეზე ძებნა გამოცხადდა კიდევ 3 პირზე, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის
ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრზე მიხეილ ჩოხელს. ოპა, ანუ თითქოს ფილმი დასრულდა, მაგრამ საქმე შემოდის გენპროკურორი და მისი გარემოცვაც. ფილმის მეორე ნაწილსაც გადაიღებ, ანუ რა, ისე სრულდება, რომ თუ წარმატებული იქნება, მეორე ნაწილსაც გადაიღებ. სააფთიაქო ნარკომანია 2. ფარცხალაძის დაბრუნება. სხვათა შორის არც ერთი აღშფოთებული ქოცი არ შემხვედრია ამ თემაზე, რომ როგორ კაცო სააფთიაქო ნარკომანიის უკან მთავრობა იდგა? ჰა? ჩვენ შვილებს მთავრობა ასახიჩრებს? არ შემხვედრია. ალბათ არც არიან. ქართველი იუთუბერებზე არიან აღშფოთებული. და მე ამაზეც აღშფოთებდებიან მე. ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ ხალხო და ზარის ღილაკი ჩართეთ. Coca-Cola მოსვათ გადავიდეთ ჩაანალიზებაზე. ოღონდ დღეს ჩაანალიზება სხვა სახელი ერქმევა. რუბრიკა ჟიმჟიმი. დაახლოებით 2 კვირის წინ ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა: უკრაინას ბელარუსისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენებულია ჩემზე, ბოდიშ უხდი. ამაზე ზელენსკიმ უპასუხა: ბოდიში თავისთვის დაიტოვოს, ლუკაშენკოს სიტყვების გარდა დეესკალაციაც უნდა აჩვენოს. ნაბიჯი ნომერი 1, არანაირი ტექნიკური მხარდაჭერა, საუბარია რეტრანსლატორების პირდაპირ მხარდაჭერაზე. ისინი უნდა გათიშონ, მოხსნან და გვაჩვენონ, რომ მართლაც მოხსნილია. თუ თავად არ მოხსნიან, ჩვენ მოხსნით. ნახოთ რა მოხდება ერთ კვირაში, ან ისინი გააკეთებენ ამას, ან ჩვენ. საუბარი იყო აპარატურაზე, რომელიც ბელარუსის ტერიტორიიდან მუშაობდა და რუსეთს ეხმარებოდა რაკეტების და დრონის დამიზნებაში. ზელენსკიმ უთხრა ლუკაშენკოს, რომ ან შენ გათიშავ მაგ აპარატურასო და ან ჩვენ გავთიშავთო. გავიდა 1 კვირა. და ამ აპარატურამ მუშაობა შეწყვიტა. ეს იყო რუბრიკა ჟიმჟიმი. და პრინციპში რატო იყო გავაგრძელოთ? გრძელდება რუბრიკა ჟიმჟიმი. ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაწესდა ელექტროენერგიის გრაფიკი და ტალონები ბენზინზე. ვისაც 90-იანი წლების საქართველოს გენატრებად, შეგიძლიათ ყირიმში გაატაროთ ჩვეულებრივ. ჩასვლა გაგიჭირდებათ, მაგრამ ჩამოსვლა უფრო. მანქანების მრავალ კილომეტრიანი საცობია ყირიმიდან. გარბიან რუსები. ნახოთ ვიდეო. Чтобы вы понимали, вот Атаны, Керчь, вот очередь. Братва, мне кажется, это абсолютный рекорд. Такой очереди перед мостом еще не было никогда. Я уже проехал 2 камеры. Атаны уже давно проехал. Это просто трэш. Боже, почему я здесь? Я хочу обратно в Москву. Что это за руины? ადრე ერთ-ერთ გააცემაში ვთქვით, რომ სამყაროში ძალიან ცოტა რამეა იმაზე ლამაზი, ვიდრე რუსი, რომელიც მიდის. თუ არ გჯერათ, კიდევ ერთხელ ნახეთ ეს ვიდეო. ეს გამოქცეული ხალხი სავარაუდოდ ყირიმში დასასვენებლად ჩასული რუსები არიან. სამყაროში არავის ისე არ უყვარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასვენება. როგორც რუსს. გიჟდებიან სხვების წართმეულ ტერიტორიაზე დასვენებაზე. აი წარმოიდგინეთ, რომ საქართველო არის აგრესიული იმპერია, წარმოიდგინეთ და ყველას ვართმევთ ტერიტორიებს. დაუშვათ, ბოლოს დავიფყარით დნესტრისპირეთი. და ვერ წარმომიდგენია, რომ ზაფხულში ოჯახს მოვკიდო ხელი და მან წავიდე შვებულებაში გაიგე. წამო ძვირფასო ოკუპირებულ კიშინევში გაგულა. ანუ რაღაცნაირად გამიტყდება, რომ ჩემმა ქვეყანამ ადამიანები თავიანთ სახკარიდან გამოყარა და მე მან წავიდე დასასვენებლად. რავი, სხვის უბედურებაზე შენ ბედნიერებას ვერ ააშენებ კი არა, რუსები სხვის უბედურებაზე ისვენებენ.
2 წელია სხვის უბედურებაზე არ დამისვენ. ხო და რა შვებით ახლა როგორ დაისვენეთ ყირიმში? ამინდებში გაგიმართლათ? დრონებში? ძალიან გამიგზავნეთ. ეს იყო რუბრიკა ჟიმჟიმი. აი მანქანების ის კოლონა რაც დაინახეთ ვიდეოში. ეგეც არის ჟიმჟიმი. რატომ აკეთებს უკრაინა ამხელა აქცენტს ყირიმზე? ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ბოროტების გადმოსახედიდან ყირიმი არის პუტინის მმართველობის პერიოდის უდიდესი გამარჯვება. თანაც რუსებს მართლა სჯერათ, რომ ყირიმი დაიბრუნეს. კი არ დაიპყრეს, დაიბრუნეს. მოგეხსენებათ, რუსებს ძალიან უყვართ ტერმინი ისტორიული სამართლიანობა. რა არის ისტორიული სამართლიანობა? რომელი წლის მდგომარეობაა სამართლიანი? რუსეთს ყველა მეზობელთან ინდივიდუალური სამართლიანობის ათვლის წელი აქვთ. მაგალითად, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში პირველად აღმოჩნდა 1793 წელს. ამიტომ ყირიმის შემთხვევაში რუსეთისთვის ოდითგანვე არის 1793 წელი. ანუ რუსებისთვის ესეა, რომ ყირიმი ოდითგანვე 1793 წლიდან რუსეთი იყო. კი, მაგრამ ნორმალური ადამიანი ახლა ხო იკითხავს, რომ 1793-ზე უბრალოდ ოდითგანვე არ არის 1600 წელი, 1500, 1400. არა. ყირიმის შემთხვევაში ოდითგანვე იწყება 1793 წლიდან. საქართველოს შემთხვევაში ოდითგანვე არის 1846 წელი. გახსოვთ ერთხელ პუტინმა თქვა, რომ არანაირ საქართველოს არ არსებობს. ქუთაისის და თბილისის გუბერნიები იყო. ხო გახსოვთ? 1846 წელს დაგყვეს თბილისის და ქუთაისის გუბერნიებად. ამიტომ საქართველოს შემთხვევაში ისტორიული სამართლიანობა იწყება 1846 წლიდან. რუსეთს ყველა მეზობელთან ინდივიდუალური ოდითგანვე აქვს. ანუ ყირიმის ოდითგანვე 1793 წლიდან არის, საქართველოს ოდითგანვე 1846 წლიდან არის რუსეთის გუბერნია. არის კიდევ ერთი მომენტი, რუსეთი ჩვენთან შედარებით ძალიან ახალგაზრდა სახელმწიფოა და მე-18 საუკუნე ჩვენთვისაა უახლესი ისტორია, თორე რუსეთისთვის მართლა ოდითგანვეა. მოკლედ, თავიანთ 2 ვიკენდიან ისტორიაში ყირიმი ოდითგანვე მაგათია. და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგეს ეგ ტერიტორია. მოვიდა თეთრცხენზე ამხედრებული цаრი პუტინიანო და ეს მიწა დაუბრუნა დედა რუსეთს. ხო და ყირიმს თუ დაიბრუნებს უკრაინა, ინგრევა აბსოლუტურად მთელი მითოლოგია. ამდენი რაც ვილაპარაკეთ, ესა ყველაფერი ინგრევა. უკრაინამ როსტოვი რო დაიპყროს, ეგ უფრო ნაკლები ალბათობით ჩამოშლის პუტინის რეჟიმს, ვიდრე ყირიმის დეოკუპაცია. პრინციპში რაღა როსტოვი აგერ არ ქონდა ბელგოროდი და ესა უკრაინა ბელგოროდში რო შევარდა გამაგრდა თვეობით და რუსებს იმის ნახევარი არ უწუწუნიათ, ვიდრე ახლა ყირიმზე ისტერიკობენ. ანუ ტიპებს სხვისი ტერიტორიების დაკარგვა უფრო წინთ, ვიდრე საკუთარის. გაიგე? ის უფრო წინთ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე უკრაინის ამოცანა შესაძლოა არც იყოს ნახევარკუნძულის დეოკუპაცია. იქ ცხოვრება, დასვენება და გულაობა რო გაუსაძლისი გახდეს რუსებისთვის, საკმარისი იქნება ამ ეტაპზე. ერთგვარ რუხ ზონადაც რო გადაიქცეს, ეგეც დიდი ამბავი იქნება. ისე რუს ბოლებს საშინელი წელი აქვთ. ბაბატი ესკორტებს. ამერიკა-ირანის ომის გამო დუბაის სეზონი ხო ჩაუვარდათ და ეხა ყირიმიც გაიმარჯვა. რავი, იქნებ თქვენ მაინც აჯანყდეთ. სამყაროს იუმორის გზნობა თუ აქვს პუტინის რეჟიმი უნდა დაამყაროს. მოკლედ დაველოდოთ, ნახოთ, შეიძლება საინტერესოდაც განვითარდეს მოვლენები. გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს. ახლა თავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ისტორია აჩვენებს, რომ სიცხეები რო დააჭერს, დიდი საქმეები არ გამოვდის ჩვენ. დიდგორის მერე ეგრეა რა. ამიტომ ჩვენ ამ დიდგორისთვის მოვემზადოთ 100 სექტემბრისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულა.